თქვენს დეკლარაციას გადავხედეთ და არ გიწერიათ საყოფაცხოვრებო ხარჯი და არსად არ დაგისვენიათ, არ წასულ ხართ, არ გიმოგზაურიათ? ან თბილისში იყავით 2025 წელს? კი, მე საზღვარგარეთ არ დავდივარ ხოლმე სასეირნოდ. ეკონომიკური კომიტეტის პოლიტიკის ხდომაზე მყოფი 9 წევრიდან 3 მილიონერია. ბერეკაშვილი, ბარვენაშვილი და ობოლაშვილი, თუმცა მათგან მდიდრულ დასვენებასთან დაკავშირებული ხარჯები ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ შოთა ბერეკაშვილმა ასახა. თუ აუდიტის სამსახურში წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტებს დავეყრდნობით, გამოდის, რომ ბარვენაშვილსა და ობოლაშვილს ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებს უკვე წლებია არც უმოგზაურიათ და არც დაუსვენიათ. ყოველ შემთხვევაში ეს ხარჯები დეკლარაციებში არ ჩანს. გიორგი ბარვენაშვილი, რომელიც ივანიშვილის პარტიის ლიდერებს კომოს ტბაზე საკუთარი ხარჯებით მასპინძლობდა, დოკუმენტებში ამტკიცებს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მოგზაურობაში ფული საერთოდ არ დაუხარჯავს. 2025 წელს კი იყიდა მხოლოდ 762,000 ლარის ღირებულების ბენდლი. გამარჯობა. როგორ წანდებით? მადლობა. თქვენ დეკლარაცია ვნახეთ და გამოდის, რომ წლებია ქვეყნიდან არ გასულ ხართ და მალავთ ამ ხარჯებს, ბატონო გიორგი. ბარვენაშვილის მსგავსად შაბათის ეთერის კითხვას გაურბის უმდიდრესი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილიც. მისი დეკლარაციის ფურცლებით, სადაც საყოფაცხოვრებო ხარჯის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს მოცემული, цаრიელია. ობოლაშვილი საქართველოს გარდა უძრავ ქონებას ფლობს საფრანგეთსა და დუბაიშიც. მისი მეუღლის სახელზეა პარიზში რეგისტრირებული ბინა და ავტოფარეხი, რომლის საერთო ღირებულება 1,200,000 ევროს აღემატება, თუმცა დოკუმენტებით დეპუტატი ირწმუნება, რომ არც მას და არც მის მეუღლეს მოგზაურობისთვის დაკავშირებული ხარჯები არ გაუწევიათ. ყველასთან მაქვს კითხვა და 2 წამს რა მიზეზით არ ადეკლარირებენ ჩინოვნიკები რეალურ ხარჯებს და როგორ არიდებენ თავს კანონს. გაშიფრულია შემოსავლის დამალვის სქემა. სანდრო ქევხიშვილი, რომელიც თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის კომისიაში წლები მუშაობდა, ამბობს, რომ კანონში ერთგვარი ხვრელია. როდესაც გაწეული ხარჯის მოცულობამ შესაძლოა კითხვები გააჩინოს, მაღალი თანამდებობის პირები ხარჯებს ანაწევრებენ. აი როგორ ცალკე ითვლიან ავიაბილეთის ფასს, ცალკე სასტუმროს ხარჯს, ცალკე შეძენილი ნივთების ღირებულებას და შემდეგ ამტკიცებენ, რომ არც ერთი კონკრეტული შენაძენის ფასი 5,000 ლარს არ ასწდა. ეს არის ერთ-ერთი ხვრელი, რის გამოყენებით და სანდეობის პირს შეუძლია დამალოს ის ხარჯები, რაც მას აქვს. და ეს ხარჯები, როგორც წესი, არის ძალიან სოლიდური. ისინი მოგზაურობენ ძვირადღირებულ ძვირიან ქვეყნებში, მოდი ასე ვთქვათ, ეხარჯება საკმაოდ დიდი თანხები მოგზაურობაში, სასტუმროებში, შოპინგში და ჩვენ ამას მოცულობებს ხედავთ ხოლმე, მაგალითად, მათი კოლეგებიდან. ის თანამდებობის პირები, რომლებიც ადეკლარირებენ, ისინი წერენ ხოლმე საკმაოდ თანხებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვინც მოგზაურობს გავს მოგზაურობებში მიდის, მაგალითად, მათაც გავსი ხარჯი აქვს, უბრალოდ ისინი არ წერენ დეკლარაციაში. იმართლებენ თავს იმით, რომ ესე იგი ცალკე ბილეთი, ცალკე აღებული იყო 5,000 ლარზე ნაკლები. თუმცა ეს არასწორი ინტერპრეტაცია კანონის, რეალურად კანონი მოითხოვს, რომ დადეკლარირდეს ეს ხარჯები. 774,000 ლარს გადააჭარბა ფასების შემსავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის საყიდლებისა და სამოგზაურო ხარჯებმა. 700,000 ხარჯი გქონდათ და სად დაისვენეთ ბატონო შოთა? არ დამისვენია. აბა სამოგზაურო ხარჯი იმდენი გიწერიათ, რა ვიცი, ზოგის 10 წლის შემოსავალი რო არ არის და არ გიბატე ხა მე რა ისეთი კითხები დამისვი ჩემს საქმის მიმართ. შემოსავალსა და გასავალზე გისვათ ბატონო შოთა კითხავს, როგორი კითხვები და გისვათ? ეს მე სამისვენებთ შოპინგის ხარჯი 30 წელი ის ბიზნესში ვიყავი ხო აი რა ჩემი გავიგე არამის გეკითხებ იცით რა მაინტერესებს მე არ დამისვენია მეთქი აბა ეს მოგზაურობა რა იყო მე ოჯახის ძალიან დიდი ოჯახი ვარ და აქვს და შეიძლება ჩემი ოჯახის წევრები ეს ხო იცავთ და წერთ და დანარჩენი თქვენი კოლეგები არ ყვავენ ბატონო შოთა